და ბოლოს ბათუმის დრამატულ თეატრში თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის დასმა სპექტაკლის ზვავი წარმოადგინა. სვავსაშიშ ზონაში მცხოვრებმა მოსახლეობამ აწლეულების განმავლობაში ცხოვრების განსაკუთრებული წესები შეიმუშავა. აკრძალულია ყოველგვარი ხმაური მოქმედება, რამაც შესაძლოა სტიქიური უბედურება გამოიწვიოს. ქორწინების ვადებიც კი მკაცრადაა განსაზღვრული მის შიშით, რომ ქალებს სახიფათო პერიოდში არ მოუხდეთ მშობიარობა, რადგან დედისა და ჩვილის ყვირილმა ზვავის ჩამოწოლა არ გამოიწვიოს. პიესა თურქ დრამატურგ სტურჯუნ ჯუჯენოღლუს ეკუთვნის. სპექტაკლის პრემიერა ბათუმში ანშლაგით წარიმართა. ძალიან კარგი იყო და ძალიან მიხარია, რომ ესეთი გამოხმაურება მოყვა ამ სპექტაკლს. ხალხი მოვიდა, თითქმის სულ გაყიდული იყო ბილეთები და ეს ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა იყო და რა თქმა უნდა ვეცადეთ, რომ ისევე როგორც პრემიერა ვითამაშეს თბილისში, ეს ყოფილიყო პრემიერა ბათუმში. თავიდან ვინერები ორმაგად, იმიტომ რომ სხვა ფორმა აქვს სცენას და რაღაცა ჩვენ თეატრში აქ ჩურჩულზე გაწყობილი და ეხლა ძალიან დიდი სცენები აქვს დარბაზი, ამ ხელ მაყურებელი 500 კაციანი. ცოტა ზედმეტად მანერვიულა ამან, მაგრამ ძალიან მაგარი განწყობა იყო, იმიტომ რომ არ ვიცი, რამდენჯერაც ჩამოსულა ბათუმში, სულ რაღაცა დადებითად არის გაწყობილი ეს ხალხი და ძალიან მიყვარს ბათუმელები და ცოტა მიყვარს ძალიან ბათუმი და ანუ ეს იყო პირველი უცხო სცენა, სადაც ჩვენ ეს ვითამაშეთ, ჩვენი სპექტაკლი, რომელიც ძალიან გვიყვარს და რომლის სათქმელიც თავის მხრივ არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მარადიო ღირებულებებს ეხება, სიყვარულს ეხება, სიმართლეს, გულწრფელობას და შიშის სიყვარულით დაძლევაზე დავდგით ჩვენ ეს სპექტაკლი.